ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით მისი ქვეყანა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს უკრაინისთვის და მინსკს არ სურს კიევის წინააღმდეგ მოსკოვის ომში ჩართვა. ალექსანდრ ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ თუ კი შესაბამისი პირების ნება იქნება, ნებისმიერი ომი შესაძლოა მიმდინარე წელსვე დასრულდეს. უკრაინის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ერთადერთ გზად ლუკაშენკას არსებული მდგომარეობის გაანალიზებითა და დიპლომატიით ესახება. თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი არ ეთანხმება შუამავლების იდეას. მისი თქმით, უმჯობესი იქნება მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ კიევი, მოსკოვი და მინსკი ისხდნენ, რომლებიც განიხილავენ მათ შორის არსებულ მტკივნეულ და პრობლემურ საკითხებს. ამავე დროს ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ ფრონტზე უპირატესობა რუსულ არმიას აქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი წარმატებას მხოლოდ იმ დროს აღწევენ, როდესაც რუსეთის სიღრმეებში მდებარე ობიექტებზე მიაქვთ იერიშები. შეთანხმება წარმატებული იქნება მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიმღები ორივე მხარე გონებაში გაანალიზებს ყველა ომს და ადამიანურ მსხვერპლს. თუკი სამხედრო მოქმედებებში ჩართული პირებისა და ამის მხარდამჭერების გონებაში ეს ყველაფერი დაეწყობა, რომ უკვე ჩიხია და შემდეგ უფრო მეტი ესკალაცია, მეტად რთული მდგომარეობა იქნება, მაშ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება. უკვე მეხუთე წელია, რაც ომი მიმდინარეობს და მიზანს ვერავინ ვერ მიაღწია, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, ბრძოლის ველზე რუსები უფრო წარმატებულები არიან და წინ მიიწევენ. თუკი რუსებისთვის შესაძლებელი გახდება დონეცკის ოლქის გათავისუფლება ან დაპყრობა, როგორც ისინი უწოდებენ, ამ დიდი აგლომერაციის, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იმყოფებიან, უკრაინელ სამხედროთა დღეები დათვლილი იქნება, რადგან მათი შეიარაღებული შენაერთების ძირითადი ნაწილი დონეცკის ოლქის სწორედ ამ ნაწილშია განლაგებული. უკრაინელებს ეს ძალიან კარგად ესმით, მათ არ ყოფნით ადამიანები, იარაღიც ასე თუ ისე, თუმცა დრონები ძალიან ეფექტურად მოქმედებენ, მაგრამ რუსებმა ძალიან მაღალ დონეს მიაღწიეს თავიანთი უპილოტო საფრენი აპარატებით ბრძოლით. უკრაინას დარტყმები მიაქვს რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე, ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, ნავთობ გადამამუშავებელ და სამრეწველო ობიექტებზე, მთელ რუსეთზე, ურალის ჩათვლით. ახლა ასეთი ვითარებაა, თუმცა რუსები ფრონტზე ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად მიიწევენ წინ, ნელა თუმცა მიიწევენ. Шаг за шагом, методично россияне продвигаются вперед. Медленно, но продвигаются. საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუსას ალექსანდრ ლუკაშენკამ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოუხადა მიზდამი ხისტი განცხადებების გამო და განმარტა, რომ ის უბრალოდ იყო პასუხი მინსკის მისამართით კიევიდან გაშაღებულ მუხარებზე. რაც შეეხება ზელენსკის კრიტიკას, შესაძლოა სადღაც გადავაჭარბე კიდეც, მაგრამ ეს იყო პასუხი მის უადგილო განცხადებებზე, რომ აქვთ 500 მიზნე, რომ იციან სად იმყოფება ლუკაშენკა, რომ დაარტყამენ რაკეტებითა და დრონებით და ასე შემდეგ. მე ჩუმად ვიყავი, რაც ყველას უკვირდა, მესმოდა ადამიანი ამხელა წნეხის ქვეშ არის, ახალგაზრდა გამოუცდელი ადამიანი, რომელიც არ არის სამხედრო. თუმცა, როდესაც ჩემდამი მუხარა დაიწყო, იძულებული ვიყავი პასუხი გამეცა. თუკი მას ეწყინა ამ სიტყვებისთვის ბოდიშს ვუხდი, იმის გათვალისწინებით, რომ ის ომშია შესაძლოა, ასე ხისტად არ უნდა მესაუბრა ამის შესახებ. თუმცა მეორე მხრივ, მას უნდა ესმოდეს და მეტად ფრთხილი იყოს. მაისში უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემები ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ ბელარუსის პრეზიდენტს მიმართა და განაცხადა, რომ მინსკის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შერჩეულია 500 პოტენციური სამიზნე, რომლებსაც კიევი მხოლოდ მის მიმართ აგრესიის შემთხვევაში დაარტყამს. მანვე თქვა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკასადმი აქვს მარტივი და პრაქტიკული რჩევა. ყელში ნუ გაეჩხლება უკრაინას. მინსკისა და მოსკოვის ბოლოდროინდელი ერთობლივი სამხედრო წვნების გათვალისწინებით, რა პროცესშიც ჩართული იყო ბირთვული შეიარაღებაც, კიევში სულ უფრო მეტი ეჭვი ჩნდება იმის თაობაზე, რომ ბელარუსი მართლაც აპირებს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პირდაპირ სამხედრო გზითაც დაუჭიროს მხარე რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში.